შეხედე ამას. ოკეანის ფსკერზე ცოცხალი სადენია. ეს ერთი ბაქტერიაა, ათასობით უჯრედისგან შემდგარი, რომელიც ელექტროენერგიას საკუთარ სხეულში ატარებს. ზუსტად ისე, როგორც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. მეცნიერები მას საკაბელო ბაქტერიას უწოდებენ. ის მეტალს სუნთქავს, რომ გადარჩეს. ელექტრონები პირდაპირ ოკეანის ფსკერიდან გამოაქვს. მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა, რომ ბუნებამ ეს ცოცხალი სადენი ჩვენს გამოგონებამდე მილიარდი წლით ადრე ააშენა. 1987 წელს მიკრობიოლოგმა დერეკ ლავლიმ პირველი მეტალის მსუნთქავი მიკრობი ტალახიდან ამოიყვანა და უბრალოდ გვერდზე გადატოვა. მერე დანიაში ლარს პეტერ ნილსენმა მისი ოჯახის სხვა წევრებიც იპოვა. ათასობით უჯრედისგან შემდგარი ბაქტერიები, რომლებიც დენს ატარებენ და ელექტროენერგიაზე ისე ნადირობენ, როგორც საკვებს. როგორ ხდება, რომ ცოცხალი არსება სადენად იქცევა? მის ზედაპირზე ცილებია, რომლებიც ბუნებრივი გამტარივით მუშაობს. ატომურ დონეზე მას ელექტრონები მეტალიდან ისე ამოაქვს, როგორც შენ ამოაძრობდი ერთ ძაბს სვიტრიდან. USC-ის მკვლევრებმა მოჰ ელ ნაგარმა აჩვენა, რომ ერთი უჯრედის შიგნით ის ერთდროულად სამი რამ არის: სადენი, ბატარეა და მონადირე. და აი დამთხოვაც, მთელი ინტერნეტი ოკეანის ფსკერზე გაყვანილი 1.400.000 კილომეტრზე გადაჭიმულ სპილენძის კაბელებზე დგას. სწორედ იქ, სადაც ეს ცოცხალი სადენები უკვე დიდი ხანია ცხოვრობენ. ისინი ნელები არიან. ოკეანე კი უზარმაზარი, მაგრამ ჯერჯერობით არავინ აკვირდება ფსკერს, სადაც მსოფლიოს ყველაზე ახალი და ყველაზე ძველი სადენი ერთსა და იმავე სიბნელეს იღებს. ჩვენ გონია, რომ ელექტროენერგია ჩვენ გამოვიგონეთ, არა და რაღაც, რაც ჟანგბადზე უფრო ძველია, ამას უკვე აკეთებდა. მარტო სიბნელეში პირველ თევზებამდე დიდი ხნით ადრე.